ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დღის აქტუალური თემა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობა სტუდიაში ჩვენ ხალხის ძალის წარმომადგენელს დეპუტატს ეკასეფაშვილს მასმისლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ რადიოს საერთაშორისო დღეს გავიგეთ დღეს რადიოს დღესასწაული ყოფილა რომელიც ასე ვთქვათ მეცნიერული ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია რაც ხალხისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უწყობს ხელს. კი ბატონო, მადლობა მოლოცისთვის ვიზიარებ და ხო, ვფიქრობ ამ ციფრულ სამყაროში რადიო რომელიც კლასიკური ხაზის რადიოდან დაწყებული მე FM ტალღების სიხშირული ტალღების მეშვეობით ასე დისტანციური კომუნიკაციის საშუალება იყო დღეს აი ამ ეპოქაშიც კი არ კარგავს თავის აქტუალურობასა და ღირებულებას. მადლობა. კალბატონიკა ჩვენ ალბათ უნდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი ევროპულ სტრუქტურაში განხილვად ერთ რეზოლუციაზე, რომელზეც უკვე პოლიტიკური გარკვეულწილად შეფასებები, განცხადებები გაკეთდა და ამ პოლიტიკური რეზოლუციის წინასწარი შინაარსიც კი იყო ერთგვარად ცნობილი, რომელიც ვითარების საქართველოს პოლიტიკურ გაუარესებაზეა ისე აქცენტირებული და აქედან ამოდის მის შეფასებები და ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია იქნება ეს. თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც აგერ ბოლოს არჩევნების შემდეგ უკვე ქართული დელეგაციის წარმომადგენელი გზანდებოდით და იმყოფებოდით იქ. შესაბამისად საინტერესოა თქვენი ხედვა, თქვენი განმარტება და შეფასება თუნდაც რეზოლუციასთან მიმართებაში და პერსპექტივაზე ვისაუბროთ ქართულ ბრიუსელურ პოლიტიკურ ურთიერთობაზე. მადლობა დავით, მართლა საინტერესო კითხვა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური. ახლა ჩვენ რას უყურებთ? უყურებთ პროცესებს, როდესაც ევროპარლამენტარები თავისას არიშლიან და აგერ უკვე მე-6 რეზოლუციას იღებენ, რომელიც სავსე არის დამახინჯებული რეალობის აღქმით და არასამართლიანი მოთხოვნებით, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. ჩალისფასიც კი აღარ აქვს, მე მგონი ამაზე მე ვფიქრობ უკვე ძალიან ზედმეტიც კი არის ყურადღების შეჩერება. მე უბრალოდ აი ამ ყველაფერში აი უკვე მე-6 უაზრო რეზოლუციაში უკვე ვხედავ, ვიცით რას აი იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს განვითარების იმ გზიდან გადაეხვია, რომელსაც საქართველოს დღემდე მოყვება. ეს არის მათი აი ეს ყველაფერი არის სწორედ მათი აი ამ შიშის და სასოწარკვეთის გამოხატულება, რომ ვერ მიაღწიეს იმ ამოცანას, რაც გარკვეულმა ძალებმა, გლობალურმა ძალებმა დაუკვეთეს საქართველოსათვის. მე გულისხმობ კერძოდ საქართველოს ომში ჩართვას. ეს ვერ მოახერხეს და ამას მე შეგახსენებ, რა თქმა უნდა, მე-6 რეზოლუციამდე, როდესაც ამ მე-6 რეზოლუციას მიიღებენ, მანამდე იყო კიდევ 5 რეზოლუცია და შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ პირველი რეზოლუცია, რომელიც მიიღეს, იყო ასე ვთქვათ, ყველაზე მწვავე ქართული საზოგადოებისათვის და ამას რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული და ძალიან მღელვარი რეაქციები მოყვა საქართველოს საზოგადოებაში. და რატომ მოყვა? იმიტომ რომ ქართული საზოგადოებისათვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები, ევროპული დემოკრატია, ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა არის ეს ხანუკვარი მიზნები, რომლის გამოც ჩვენმა წინაპრებმა თავის დროზე სისხლით დაღვარეს, რომლის შესახებაც აგერ უკვე რამდენი წელია საქართველოს სახელმწიფო ცდილობს გადადგას იქით ნაბიჯები, გაატაროს რეფორმები, ინსტიტუციების შექმნას, გააძლიეროს და სხვადასხვა გამოკითხვებით ხატყობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკისათვის და რა თქმა უნდა პირველ რეზოლუციას ჰქონდა ძალიან დიდი რეზონანსი. მაგრამ აქ მოხდა ესეთი რა, როდესაც ხალხმა დაინახა რომ ეს რეზოლუციები არის უსამართლო და არ ემყარება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც რაღაცა საერთაშორისო ნორმებს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რაც ყველაზე მთავარია, მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება მიხვდა, რომ არ ღირს ამაზე ნერვიულობა და არ ღირს მათი სერიოზულად მიღება. რა თქმა უნდა, ამაში
გარკვეული როლი ხალხის ძალამეთში შეასრულა. თქვენ გახსოვთ, როდესაც პირველად ჩვენი განცხადებები გაკეთდა, როგორი შოკი იყო საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ალაპარაკდით ისე ტაბუდადებულ თემებზე, როგორიც იყო მაგალითად, რომ დასავლეთი ყველაფერში მართალი არ არის. რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება რაღაც მისი წარმომადგენელი შეიძლება რაღაცაში ცდებოდეს და საქართველოსათვის არასასურველ რაღაცა ქმედებას გვთავაზობდეს, მაგრამ ეს არის მე ვფიქრობ, აი ესეთი ძველი გადმონაშთი, ძველი ასე ვთქვათ, მიდგომის, როდესაც საქართველოს მოსახლეობისათვის ტელეეთერიდან, ტელევიზიიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია იყო ძალიან სანდო და საიმედო და ასევე ნებისმიერი ინფორმაცია უცხოეთიდან გაჟღერებული ასევე სანდო და საიმედო იყო. და აი ყველაფერი ამის ფონზე ჩვენ ნელ-ნელა ქართულმა საზოგადოებამ განიცადა სწორედ რომ აზროვნების ტრანსფორმაცია და ჩვენ ახლა ამას უკვე ყველაფერს უყურებთ კრიტიკით და ასე ერთმნიშვნელოვნად აღარ ვიღებთ. ახლა მე მინდა შევეხოთ ჩემს იანვრის ვიზიტს სტრასბურგში, როდესაც ჩვენ ვიყავით ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე, სადაც ასევე ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ბოლო ვიზიტი, რომელიც იყო ევროპულ სტრუქტურებში განხორციელებული, იყო განსხვავებული ვითარება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპელი პარლამენტარები და ეს ევროპული მიდგომები უკვე არაერთგვაროვანია საქართველოს მიმართ. შეიცვალა მდგომარეობა. ადრე თუ ცალსახად ყველა ერთხმაში მღეროდა ერთ და იგივე სიმღერას, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიუხედავად ჩვენი მოწინავე რეიტინგებისა, რომ საქართველოს გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას მიუხედავად ჩვენი რეფორმების წარმატებისა, ეხლა ესეთი ვითარება აღარ არის. მე მინდა გავიხსენო მაგალითად ივნისში, ამ წლის ივნისსა და ივლისში, როდესაც ევროსაბჭოს ასევე ერთ-ერთ ღონისძიებაზე გახდით და იქ საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ფაქტობრივად მე იქ აღმოჩნდი მარტო იმ თვალსაზრისით, რომ არავინ ისინიც კი, ვინც ჩუმად და კულისებს მიღმა თანაუგრძნობდნენ საქართველოს და იწონებდნენ ჩვენს ამ მიღებულ კანონს, ვერავინ ვერ ბედავდა ხმამაღლა ამის თქმას და თავდასხმები იყო ძალიან აგრესიული და ძალიან უხეში აი ამ სხდომების განმავლობაში. აი ეხლა უკვე იანვრის სესიის დროს ასეთი ვითარება აღარ იყო. იყო ის ხალხი, რომელმაც გაბედეს ხმამაღლა თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და ძალიან ბევრი გაცილებით მეტი იყო საქართველოს მხარდაჭერი და ახაც აი ამ რეზოლუციის პარალელურად, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება, ჩვენ ვიხილეთ გერმანიის ერთ-ერთი ალტერნატივა გერმანიისათვის მისი რეზოლუცია, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოსათვის პოზიტიური ნარატივით არის წარმოდგენილი და პირიქით ხარდამჭერი რეზოლუცია და პირიქით მოუწოდებს ევროპელ აქტორებს, ევროპელებს, ევროპის ქვეყნების ლიდერშიპებს და ევროპარლამენტარებს, რომ არ ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში ასე უხეშად. ეს არის უკვე მნიშვნელოვანი გარდატეხა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გარდატეხები ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება კიდევ, თუმცა ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ აი ესეთმა მიდგომამ, რომელსაც ხელს უწყობდა ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული აგენტურული ქსელი, რომელსაც რატომღაც რადიკალურ ოპოზიციას უწოდებთ და რადიკალური ქსელის ხელშეწყობით და უცხოური ფონდების წაქეზებით საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია საერთაშორისო სარბიელზე ძალიან მნიშვნელოვნად აზიანდა. ბატონიკა, აი ერთი არის ეს მომენტი, რომელიც დაზიანებას გულისხმობს და თქვათ სიტუაციაში ბოლომდე ვერ გარკვეული ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ევროპულ საზოგადოებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. მეორეს მხრივ თქვენ ბრძანეთ, რომ თუკი მანამდე ცალსახად ასე ვთქვათ ნეგატიური მესეჯ ბოქსი იყო, ბოლო პერიოდს გულისხმობ საქართველოსთან მიმართებაში, ახლა როცა თქვენ ჩახვედით, იყავით იქ, იგრძენით, რომ უკვე აზრდა სხვადასხვაობა იმაზე მეტია, ვიდრე პირობითად უნგრეთის პოლიტიკური მხარდაჭერა იქნებოდა ეს თუ სლოვაკეთისა. სწორად შენიშნეთ, რომ დღეს იმ რეზოლუციის საპირწონეთ შეიძლება ითქვას, თუ პარალელურად ალტერნატივა გერმანიისთვის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც საპირისპირო შინაარსის არისა და კონცეფციისა, ვიდრე ის რეზოლუცია, რაზეც ვისაუბრეთ. და ეს არის ის ძალა, რომელსაც ხარს უჭერს მაგალითად ილონ მასკით. კითხვა მიმყავს საით. ერთი არის დრო, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოხმენს და ურთიერთობაში გაარკვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც დრომ არ უნდა იმუშაოს ჩვენ წინააღმდეგ და მეორე არის
ის პოლიტიკური გარდატეხა, რასაც ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სრულიად სხვა დოქტრინით ურთიერთობებისა მოსული ტრამპის პოლიტიკური ჯგუფი. აი მათი გავლენიდან გამომდინარე და გასაგებია რომ დასავლურ სამყაროში ამერიკის გავლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სხვა აფასეულობების არის. როგორ ფიქრობთ რა პერიოდულობა დასჭირდება იმისთვის რომ აი სიჭრელი რაზეც თქვენ ისაუბრეთ ჩვენთან დამოკიდებულებაში კიდევ უფრო მკვეთრი გახდეს და სხვა დამოკიდებულებაში გადავიდეს ბრიუსელის ბიუროკრატიული ურთიერთობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ შორს არ არის ეს დრო და ეს პირველ რიგში დამოკიდებულია ევროპის სხვა ქვეყნებში სხვა დროს ჩანიშნულ არჩევნებთან, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში ჩვენ რას ვხედავთ და რა პროცესებს ვადევნებთ თვალყურს, რომ ულტრა მემარცხენე ეგრეთ წოდებული ეს ლიბერალები, რომლებიც გაუგონარ იდეებს ქადაგებენ და აბსოლუტურად თავს მოხვეული არის ეს იდეოლოგია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ამერიკელი ხალხისათვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და ევროპული საზოგადოებისთვისაც მიუღებელია და ჩვენ ზედიზედ ვხედავთ, როგორ იმარჯვეს ევროპულ ქვეყნებში კონსერვატორული ძალები, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს სცემენ პატივს. ამერიკის საზოგადოებამ ეს ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ დააფიქსირა და ტრამპის პოლიტიკა პირდაპირ ემიჯნება აი ამ თავსმოხვეულ ლიბერალურ სიგიჟებს, როგორც იგი უწოდებს და ევროპაშიც სწორედ ესეთი მიმართულებები შეინიშნება და ძალიან მალე, როდესაც აი ამ ქვეყნებში ჩატარდება არჩევნები და კონსერვატორული ძალები გაცილებით მეტ ძალას მოიკრებენ, მე ვფიქრობ, რომ აი გარდატეხა დადგება და ეს არჩევნები უკვე წელს ძალიან ბევრ ქვეყანაში არის დაგეგმილი, გერმანიაში უკვე ამ თვეში დაგეგმილი, მაისში არის დაგეგმილი, რუმინეთის პრეზიდენტის გადადგომაც ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ, მოყვა ყველაფერს საარჩევნო პროცესებზე მოყვა და ესეთი პროცესების განვითარება ჩვენ ბევრ ქვეყანაში უნდა ველოდეთ. მე საინტერესო მომენტს მინდა გავუსვა კიდე ხაზი. სტრასბურგიდან მე გავემგზავრე ბრიუსელში, სადაც ტარდებოდა ეგრეთ წოდებული Mega Make Europe Great Again ესეთი კონფერენცია, რომელსაც ხოთაშორის ილონ მასკი ძალიან უჭერს მხარს და თავის X პლატფორმაზე პირდაპირ მოუწოდებს ევროპელებს. მე მგონი კიდევაც იყო საუბარი. არა, იქ იყო საუბარი, რომ დავპატიჟოთ, რომ ჩვენთან ჩამოვიდესო. და ევროპელებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ აი ამ პლატფორმას შეუერთითო და იქ იყო კონსერვატორული ღვთისწარმოებები. რა თქმა უნდა, ამ ხალხთან ძალიან ადვილი იყო ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა საქართველოს გულშემატკივრობდა და ყველას ესმოდა ის გამოწვევები, რაც ჩვენს წინაშე იდგა, მაგრამ ნიშანდობლივით რა იყო, რას მივაქცია ყურადღება. აი ამ სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც იქ იყვნენ, აბსოლუტურად იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც საქართველოს. ანუ ეს იყო ის კონსერვატორული ძალები, სადაც არ აძლევდნენ ხმის ამოღების უფლება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ან არ იყო, ან დამახინჯებულად გაიცემოდა როგორც ადგილობრივი პრესის, ასევე საერთაშორისო პრესის მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თანაუგზნობდნენ, ინფორმაცია მაინც არ ქონათ. როდესაც მე მოხსენება წავიკითხე მათ წინაშე ეს იყო ევროპარლამენტის კონსერვატორული პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაორგანიზებული კონფერენცია, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საქართველოს შესახებ, იმიტომ რომ ხალხს გულწრფელად აინტერესებდა რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ აი ამისკენ ინტერესი ჰქონდათ საერთაშორისო პრესაში, მაინც არ იყო ამის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია და ისინიც ამ წინააღმდეგობას აწყდებიან. თუმცა ახლა ჩვენ აი ამ გრანდიოზული USAID-ის სკანდალის შედეგად დავწუნდით, რომ არა მარტო USAID, არამედ საერთაშორისო პრესაც წამყვანი ასე ვთქვათ ლიდერებიც აღმოჩნდნენ აი სწორედ აი ამ გავლენების ქვეშ და აღარ არის გასაკვირი ნამდვილად, რომ ეს ინფორმაცია იმალებოდა და ხდებოდა ცალმხრივი მიწოდება ინფორმაციისთვის. აქ ყველაზე დიდი დანაშაული არის იცით სიტყვისა და მედიის თავისუფლების წინაშე ჩადენილი, იმიტომ რომ მედია პირველ ყოვლისა მოწოდებულია იმისათვის, რომ გაავრცელოს ობიექტური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი მაგალითები, როდესაც მედია არის პროპაგანდისტული, მაგრამ ეს პროპაგანდისტული მედიას თუ ღიად აცხადებს, რომელ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე დგას და ვინ არის მისი დამფინანსებელი, ამაშიც საშიში არაფერია, როდესაც მოსახლეობა მიცის, ვის აზრებს და რა მიმართულებების მხარდამჭერია მოცემული მედია, მაგრამ როდესაც გამოდის ობიექტურობის მანტია მოსხმული და ამობს, რომ მე თავისუფალი პრესა ვარ და ამ დროს ერთი გარკვეული და კერძოდ აი ამ ლიბერალური ფაშისტების, მე პირდაპირ ვიტყოდი, ფაშისტების იდეოლოგიის
გავრცელებას და ხელშეწყობას აერხებს, მაშინ ეს უკვე არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოდის, რომ შერყეულია დემოკრატიის ძირითადი საფუძველი, რაც გულისხმობს იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კეთდება ხალხების მიერ არჩევანი, რომელიც უნდა იყოს ინფორმირებული. ანუ თუ ინფორმაცია არ აქვს ადამიანს, როგორ გააკეთოს სწორი არჩევანი და სწორედ აი ამ დემოკრატიას ემუქრება პირველ რიგში ასეთი მიკერძოებული და ასე ვთქვათ, ჩუმად დაფინანსებული მედია, რომელიც ხალხს გონია ობიექტური და სინამდვილეში არის ერთი კონკრეტული ჯგუფის იდეოლოგიაზე და მის ფინანსებზე დამოკიდებული. აი ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი, რაც დღეს მსოფლიოში განვითარდა. თუმცა დონალდ ტრამპის მიერ და ილონ მასკის მიერ წარმოებული ეს კამპანია, რაც გულისხმობს იმას, რომ აი უნდა გამოაშკარავდეს ყოველგვარი ასეთი დარღვევა და ყოველგვარი ასეთი ჩუმად დაფინანსებების ცდილობები, ძალიან დიდი იმედს იძლევა იმისათვის, რომ საერთაშორისო მსოფლიო დაუბრუნდება იმ ცივილურ საფუძვლებს, რასაც ემყარება საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართლის სუბიექტები აღიარებენ. და აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო აგრეთვე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს მისცა იმის განცდა, რომ ძალიან მალე ომი დამთავრდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსათვისაც, იმიტომ რომ საქართველოზე ეს გაუგონარი საერთაშორისო ზეწოლა დაიწყო სწორედ მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს ამერიკის მაშინდელი ელჩის პირდაპირ მოთხოვეს ომში ჩართვა და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ სწორედ აი უსამართლო და გაუგონარ ზეწოლას. ანუ ფაქტობრივად მთელი 3 წლის განმავლობაში საქართველოს უწევდა ბრძოლა არა საშინაო აი ამ აგენტურულ ქსელთან, არამედ ძალიან დიდ გლობალურ ძალასთან, რომელსაც ეხლა სწორედ ტრამპის ხელმძღვანელობით, აი ეს ამერიკის ახალი ხელისუფლება და ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ დაამარცხოს და სხვა რელსებზე გადაიყვანოს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ევროპული ბიუროკრატიაც, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ბიუროკრატია ჩვენ განვასხვავოთ თვითონ ევროპული საზოგადოებისაგან, რომელიც არ არის, თვითონაც არ არის კმაყოფილი ამ ევროპული ბიუროკრატიისგან და ტრამპიც აღნიშნავდა სხვათა შორის, რომ ისინი სოროსის მიერ მართულები არიან და არ ასახავენ ევროპელი ხალხების ნებას. გასაგებია, მაგრამ აი აქ არის ერთი დეტალი, ბიუროკრატიას წარმოადგენენ პარტიების წარმომადგენლები. ჩაატარებული არჩევნების შედეგებიც უკვე ის არ იყო, რასაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ კონსერვატორთა საპირისპირო ბანაკში მყოფნი. მაგრამ ისინი ვინც უკვე არჩეულები არიან, წარმოადგენენ საკანონმდებლო სივრცეზე ბიუროკრატიაში იმყოფებიან, იმათ ხო რაღაცა პერიოდი აქვს, სანამ იქ დარჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ გლობალური პოლიტიკური ქარი ვაშინგტონიდან სხვა ტიპის უბეროს, ის ხო თავის პოლიტიკურ ფასეულობას ასე ალბათ მკვეთრად არ შეცვლის და ეს ყველაფერი ხო დროში იწელება. გულისხმობთ, ვინც ჯერ არ არის არჩევნების შედეგად. რა თქმა უნდა, დროში იწელება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ვითარება იცვლება თვითონ წევრ ქვეყნებში. ახლა ჩვენ მაგალითად ვიხილეთ რუმინეთის პრეზიდენტის გადადგომის ფაქტი, რომელიც სწორედ აი სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის გამო განხორციელდა. მაგრამ იმიტომ გადავდექი, რომ უფრო კრიტიკული სიტუაცია არ მივიღოთ ქვეყანაში. და ასეთი ზეწოლების განხორციელება არ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ იგივე ფონ დერ ლაიენი იქნება თუ სხვა ტიპის ევროკომისრები, სხვა მიმართულებით ძალიან დიდხანს ვერ შეძლებენ მთელი ევროპული საზოგადოება ამყოფონ, ასე ვთქვათ, აი ამ ცრუ ნარატივის ტალღაზე. იმიტომ რომ კი გასაგებია, რომ რაღაც საკითხებში ქვეყნებს გადაცემული აქვს თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტის რაღაცა ნაწილი ევროკომისიისათვის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი საკითხი რჩება ისეთი, რომელიც ეროვნული სახელმწიფოების გადასაწყვეტია და ეროვნული სახელმწიფოთა მეთაურები პირველ რიგში ითვალისწინებენ თავიანთი ამორჩევლების ნებას. და აი ეს თქვენ რაც მითხარით, რომ ეს ხალხი არჩეულია იმ ხელისუფლებების მიერ, რომელიც შემდგომში, უბრალოდ აი ამ მემარცხენე ნარატივზე და მემარცხენე ულტრაფაშისტურ იდეოლოგიაზე იჯდა. ესეც სხვათა შორის სწორედ განპირობებულია იმ ფაქტით, რაც წეგან ვთქვი, არასრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებით. ჩვენ ხო არ ვიცით
სხვა ქვეყნებში ამა თუ იმ მედია საშუალების უკან რომელი პროპაგანდისტული ძალა ედიგა და ვინ აფინანსებდა ეს ჩვენ გავიგეთ ამერიკის ხმის რადიო თავისუფლების ანუ წამყვანი მედია საშუალებების შესახებ და ქვეყნების შიგნით რა პოლიტიკური ძალები მოქმედებდნენ და მათი ეროვნული მედია საშუალებების უკან რა ძალები იდგნენ ეს ხო არ ვიცით ანუ რა ინფორმაციას ავცელებდნენ ქონდათ კი იმ ევროპულ საზოგადოებებს ობიექტური არჩევანის მიღების საშუალება. ანუ აი ეს პროცესები მე ვფიქრობ ბევრ ქვეყანაში დაიწყება, იმიტომ რომ აი ხა USAID-ის დიდი სკანდალის შემდეგ საბერძნეთმა და სლოვაკეთმა მიმართეს ტრამპს რომ მათ ქვეყანაშიც გამოიძიონ USAID-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და ეგრეთ წოდებული იგივე ყბადაღებული გამჭირვალობის კანონი რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან საჭირო ყოფილა და თურმე ჩვენი კანონი ძალიან რბილი არის და თურმე მარტო გამჟღავნება ვერ უშველის ამ საქმეს თუ მათი ფინანსების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ უშველის თუ არ მოხდა მათი ზუსტი არიცხვა და მათი საქმიანობის ზუსტი შეფასება აღმოჩნდა რომ ბევრი ქვეყნისათვის ახლობელი და მისაღებია და მე არ გამოვრიცხავ რომ ევროკავშირმა რომელსაც თავის დროზე შეაჩერა ამ ევროდირექტივის განხილვა ანუ ევროდირექტივა ეხებოდა გამჭირვალობას NGO საქმიანობის კანონის მიღების პერიოდში გაჩერდა და სხვათა შორის ერთ-ერთ ოფიციალურ დოკუმენტში ეწერა რომ ჩვენ იმიტომ გავაჩერეთ ამ კანონის მიღება რომ მორალური უფლება გქონოდაო რომ საქართველოსათვის მოგოთხოვა ამ კანონის უკან გაწვევა იმიტომ ყველა პრეტენზია ასე თუ ისე მე რაც წაკითხული მაქვს მათი ანგარიშები, მათი ნეგატიური შეფასებები ან თავდება, ან იწყება რომ უკან გაიწვიეთ გამჭირვალობის შესახებ კანონი, ანუ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მე პირადად რომ მთელი ეს ზეწოლა და მთელი ეს აჟიოტაჟი საქართველოს შესახებ ტყუილების გავრცელების უკავშირდება გამჭირვალობის კანონის უკან გაწვევას. ანუ ყველა ანგარიშია ამაზე წერა რომ გაიწვიეთ ეს კანონი უკან. ამ დროს ჩვენს მერე ევროპულმა ქვეყანათმაც მიიღო იგივე. დიახ და აი წარმოვიდგინეთ ევროკომისია თავის პირით თავის ოფიციალურ დოკუმენტში წერს რომ იმიტომ გავაჩერეთ რომ გქონოდა მორალური უფლება ანუ ფაქტურად გამოდის რომ მე შენზე დიდი ვარ მე ასე ვთქვათ უფროსი ძმა ვარ მე შემიძლია ვიყო გამჭირვალე და მე უნდა მოვთხოვო ჩემს არასამთავრობო სექტორს გამჭირვალება მაგრამ შენ რადგან პატარა ქვეყანა ხარ ამიტომ არა გაქვს უფლება ამის მოთხოვნის მაგრამ აი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო წესრიგი ხო სწორედ ამას ეფუძნება რომ ისეთი პატარა ქვეყნები როგორიც საქართველო არის საერთაშორისო სამართლის თანაბარუფლებიანი სუბიექტია და სწორედ ამას ეფუძნება დემოკრატია რომ ეკონომიკური და გეოგრაფიული სიდისა თუ სიმცირის მიხედვით არ მოხდეს ამ თუ იმ ქვეყნის დაჩაგვრა და დღის წესრიგიდან გარიცხვა, იმიტომ რომ ასე თუ მიუდგებით, მაშინ გამოდის რომ სულ 2-3 მოთამაშე ყოფილა საერთაშორისო არენაზე და დანარჩენ ქვეყნებს არავითარი უფლება არ აქვს და მაშინ რისთვის არის შექმნილი ან გაერო და ან სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ და რომლებიც ცდილობენ გავუმკლოდნენ იმ გლობალურ პრობლემებს, რომლებიც სწორედ იმიტომ არის გლობალური ერთი ქვეყნის ძალისხმევა არ ეყოფა ამ ყველაფერს. კი ბატონო. გალბატონო ეკა ჩვენთანაც გადმოვიდეთ და უნდა კითხოთ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესწავლილი დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობა საკანონმდებლო სივრცეში ნელ-ნელა უკვე უფრო დიდ მასშტაბებში გადის და აგერ გალბატონი თეატრულუკიანის თქვენი კოლეგის დეპუტატის განმარტებაც იყო რომ ამ საგამოძიებო კომისიაში ისურვებდა რომ მოქალაქეებიც ჩაერთონ და ამ საგამოძიებო კომისიის ცოტა სხვა ტიპის ფორმატზეა საუბარი რომ მეტი გახსნილობა და ჩართულობა იყოს ერთი გვაქვს ეს საგამოძიებო კომისია მეორე გვაქვს რეზოლუცია რომელზეც ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ საპროტესტო გამოსვლები ნუ გრძელდება როგორ ხედავთ იგივე საგამოძიებო კომისიის საქმიანობა? გარკვეულწილად რაღაც იმ ნარატივში, რომელიც გლობალური კუთხით USAID-ის პრობლემურ ნაწილთან დაკავშირებულ ადამიანების გამოაშკარავების ნაწილში შეიძლება განიხილებოდეს დიდი მასშტაბით. აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში შიდა პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის რა შედეგებს მოგცემს? ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს იყო ჩვენი დაპირება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელსაც დიდი ხანია ეთხოვდა საქართველოს მოსახლეობა და
ერთადერთი მიზეზი რის გამოც არ ხდებოდა ამ კომისიის შექმნა და ამ საქმეების გამოძიება იყო ის, რომ საქართველოს აწარმოებდა სამართლებრივ დავას რუსეთის წინააღმდეგ აი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და ჩვენ არ გვინდოდა რომ ეს თემა ყოფილიყო რაიმე არასწორი ინტერპრეტაციის და რაიმე არასწორი ინტერპრეტაციის ან არასწორი პოლემიკის საგანი გამხდარიყო. ეხლა ეს სასამართლოები, საერთაშორისო სასამართლოები ჩვენ სამივე მოვიგეთ და ეხლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ აი ამ ომის დანაშაულის გამოძიება და არა მარტო. აი ამ ომის დანაშაულის გარდა ძალიან ბევრი იყო აი ამ წლებში სხვა უცხოური დაფინანსებით ჩადენილი გარკვეული საბოტაჟის მცდელობები. საგამოძიებო კომისია ეფუძნება მხოლოდ 2004-2012 წლებში არსებული პერიოდის შეფასებას და აი ამ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ უნდა გავუწყდეთ, რომ ნეიტრალურმა საქართველოს ასევე შეიტანა პროკურატურაში განცხადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 319 მუხლის მიხედვით, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი აქტორების საბოტაჟის მცდელობებს ეხება და აი ეს გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ აი ეს ორი მიმართულება, როგორიც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება და პროკურატურის გამოძიება, რომელიც პარალელურ რეჟიმში წარიმართება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე დავეთანხმები ქალბატონ თეას იმ პოზიციაში, რომ მოქალაქეთა ჩართულობა უნდა იყოს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი შეიძლება არსებობდეს, რომლის შესახებაც ოფიციალური წყაროები არ ფლობენ ინფორმაციას, მაგრამ მოსახლეობას აქვს გარკვეული მტკიცებულებები, გარკვეული არგუმენტები, გარკვეული ინფორმაცია და ეს რა თქმა უნდა იყოს აი ამ საგამოძიებო კომისიისათვის ხელმისაწვდომი და ყველა ის დანაშაული, ყველა ის არგუმენტი, ფაქტი თუ სამხილი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ამ კომისიაში, ასევე იმ პროკურატურაში, რომელიც აი ამ საგამოძიებო კომისიის მიღმა არსებულ დანაშაულებს იკვლევს, იმიტომ რომ ჩვენ რას ვაკვირდებით, ფაქტობრივად მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს არ ყავდა ოპოზიცია. საქართველოს ყავდა აგენტურული ქსელი და მე ვფიქრობ აი ამ აგენტურული ქსელის დიქტატორა უნდა დამთავრდეს საქართველოში. უნდა გაიწმინოს პოლიტიკური ველი ამ აგენტებისაგან. მე მათ ვერ დავარქმევ ოპოზიციას, ჩვენ რა თქმა უნდა სხვა საუბრებში და ინტერვიუებში მათ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდეთ, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ხალხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აი დააკვირდით მათ გამოსვლებს, დააკვირდით მათ მოთხოვნებს. რაზე იბრძვიან ისინი ეკონომიკური პოლიტიკის უკეთ შემუშავებაზე? ანუ რას ცდილობენ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ცდილობენ? პირიქით ამ ყველაფერს აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს დაირღვეს. აი თუნდაც აი საპროტესტო გამოსვლები მე შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში ლარის კურსი იყო საკმაოდ გაუფასურებული, სწორედ აი ამ საპროტესტო გამოსვლების გამო რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დასტაბილურდა, იმიტომ რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად წესრიგში იყო და გუშინ თუ არ ვცდები თუ გუშინ წინ ისევ გადაიკეტა რუსთაველი და ისევე ორი პუნქტით გაუფასურდა ლარი. აი ამას აკეთებენ. და ეს პროტესტით რისკენ არის მიმართული? აი მე დღემდე ვერ ვიგებ აი ამ პროტესტის მოთხოვნის მიზანი რა არის? ჩავატაროთ არჩევნები, რას ნიშნავს არჩევნები ჩავატაროთ? ანუ მე არ მომწონს არჩევნების შედეგი და 1,200,000 ადამიანისას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არჩევნები სწორედ იმიტომ ტარდება, რომ გაირკვეს რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი ხალხი უჭერს მხარს და აი ამ პოლიტიკურმა ძალამ შემდგომში მართოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანა და თუ ვინმეს რამე არ მოწონს, არის უამრავი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია აზრის დაფიქსირება იგივე საპარლამენტო ფორმატში, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არ შემოვიდნენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები და უარი თქვა საპარლამენტო მუშაობაზე, იმიტომ რომ არც არასოდეს უმუშავიათ. წინამოწვევაშიც რო იყვნენ, არასოდეს არაფერს არ აკეთებდნენ. იგივე ვთქვათ, სხვა ხერხები არსებობს ამისათვის, რომ თავიანთი შეხედულებების ასახვა მოხდეს სახელმწიფო პოლიტიკაში და დღეს რას ვხედავთ ჩვენ, რომ ან გამოდიან და საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის იმიჯს აზიანებენ და ამით პოტენციურ ინვესტორებსაც აფრთხობენ, მას წინათ უსმენდი რომელიღაცა პოლიტიკოსი გვარს არ ვახსახელებ გამოსული იყო და ამობდა რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოქცევის პირას არისო, მაშინ როდესაც 9.5% ეკონომიკური ზრდა გვაქვს წინა წლის. და ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაგეგმილ 5%-ზე გაცილებით მეტი. და აი ამ ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით საკმაოდ წინ მიიწევს სახელმწიფო და რატო გვაინტერესებს მაინდა-მაინც ეს ეკონომიკური პარამეტრები და რატო ვართ ასე ჩაციკლული? იმიტომ რომ აი ეს ეკონომიკური პარამეტრები საშუალებას გვაძლევს რომ
ქვეყნის ბიუჯეტში მობილიზებული იყოს ის ფინანსური საშუალებები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ხმარდება. იგივე მაგალითად ამ დღეებში იყო ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა სხვა ჯანდაცვის ახალი პროგრამების შესახებ, ასევე ბატონი კახი კალაძე გამოვიდა, რომელმაც მერიის ახალი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ აუწყა მოსახლეობას და რითი ფინანსდება ეს ყველაფერი, ხო, თუ ფული არ შევა ბიუჯეტში, რანაირად მოხდება ამ ყველაფრის დაფინანსება და ფული საიდან შედის? ეკონომიკური აქტივობიდან, ტურიზმი, მშენებლობა, ინვესტიციები და ასე შემდეგ. აი ამას უშლიან ხელს და არა მარტო ამას უშლიან ხელს, დარბიან ბრიუსელის კაბინეტებში ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ითხოვდნენ ჯერ თავის დროზე უვიზო რეჟიმისარმოცემა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსისარმოცემას, ეხა მოლაპარაკებების არ დაწყებას და ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას უწყობენ. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი ის ხალხი, რომელსაც უწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში ოპოზიცია არ არის, რომლებიც არიან პირდაპირ საქართველოს მტრები და მიმართული არიან იქითკენ, რომ საქართველოს ავნონ და რამენაირად თვითონ მოხვდნენ ხელისუფლებაში, მოხვდნენ არა იმიტომ, რომ მათ რაღაცა ალტერნატიული გზა აქვთ და უკეთესი გზა აქვთ ხელისუფლების მართვის, არამედ იმიტომ, რომ შეასრულონ იმ გარკვეული გლობალური აქტორების დაკვეთები, რომლებსაც საქართველოს აინტერესებთ როგორც მხოლოდ ტერიტორია, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის, ქართული კულტურის, ქართული ყველაფრის გარეშე და მხოლოდ ტერიტორიის გამოყენება უნდა საკუთარი სხვა მიზნებისათვის. და აი ამის ხელშეწყობას აპირებენ, რომ რაღაცა მართლა ერთი მუჭა ადამიანებმა იშოვონ ასე ვთქვათ, ფული, ოღონდ რაში მოიხმარენ, მე არ მესმის ასეთი გზით ნაშოვი ფული, როგორ შეიძლება რომ მათ რაიმე სიკეთეში მოხმარდეს და ქვეყანა დაინგრევა, გაპარტახდება, თუ როგორ იქნება, მათ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხი და არც არაფერი. მადლობა. ამასობაში ჩვენი საეთრო დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ჩვენ ხალხის ძალის წარმომადგენელს, დეპუტატს გალბატონ ეკასეფაშვილს მასპინძლობდით, ვინც პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ან მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე ვერ გვიყურეთ და თემა დაგაინტერესებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დიალოგი აიტვირთება რადიო ნედის Facebook გვერდზე.